მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით კვლავ ირაციონალურ გამოსახულებებზე მოქმედებით და ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას 5.62-დან. პირველი მაგალითი. მოდი ახლა ჩვენ ეს მაგალითი გადავწეროთ როგორ. აი, გარემრჩხვილი ხომ არის ასეთი ტიპი და ეს არის, მოდი ასე, დიდი ადგილი გამოვყოთ. -1 ხარისხში, ხო? -1 ხარისხში ვიცით უნდა ამოტრიალდეს, მაგრამ მოდი ჯერ მოვილიოთ შიგნით რა ხდება, შევამართლოთ ცოტა და მე ამოვატრიალოთ. ოღონდ შიგნით თვითონ გამოსახულებებს მინუსი აქვს და ხარისხში, ამიტომ ჯერ ესე იგი რა ვქნათ. აი, პირდაპირ გადავწეროთ ეს ამოტრიალებული სახით, ხო? ნუ ამ თლიანთან გამოსახლებას ნიშნავს შეგულისხმება ერთიანი, ანუ რომ ამოტრიალდება, იქნება მეგობრებო 1 შეფარდებული x ფესვი y minus y ფესვი x. ანალოგიურად ამას დაემატება, აი აქაც მსგავსი რამ მოხდება, ეს მოტრიალდება x ფესვი y plus y ფესვი x. ოკეი? დიდი მანძილი მომგული და გამოტოვებული ადგილი გაყოფილი გამრავლებად გადავაქციოთ ეს ფარი. გამრავლებული შებრუნებულზე ხო 2 შეფარდებული x minus y. ხო ჯერ არაფერს გვეუბნება. კარგი, ავარავშვები. გავერთმშველიანოთ ახლა. თუ შევხედავთ, მეგობრებო, აქ შეგვიძლია აი აქედან და აქედან ფესვი x y გავიტანოთ ჩხილებს გარეთ და დარჩება ფესვი x minus ფესვი y. რა თქმა უნდა ეს ესე ჩანსაღი გაკეთება იქნება. შეგვეძლო პირდაპირ ამდგარიყავით და აი დააკვირდით ეს და ეს შეუღლებები არიან და პირდაპირ გადავამრავლოთ ერთმანეთს. მაგრამ მოდი ახლა ჩვენ გავაკეთოთ ესე ჯანსაღად. რაც შეიძლება ოპტიმალურად ნაკლები ენერგიის ხარჯვით, აქაც ფესვი x y გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, აქ დარჩება ფესვი x პლუს ფესვი y. თუ ადგებოდით და გაყოფდით ამ გამოსახულებას ჩხილებს გარეთ გატანილ გამოსახულებაზე ერთ წევზე, ამას ანალოგიურად დარჩებოდათ ფესვი x და ფესვი y. რა იქნება ახლა საერთო მნიშვნელი, ხო? უნდა გავაერთმშვილიანოთ. როგორ ვიქცევით? რადგანაც მნიშვნელები დაშლილია მავრავლებლად, აერთმშვილიანების წინაპირობა ხო ეს ავიღებთ პირველი მნიშვნელის ყველა გამყოფს, ანუ ფესვი x y გამრავლებული ფესვი x minus ფესვი y-ზე, ხოლო მეორე მნიშვნელიდან კი განსხვავებულ გამყოფს ავიღებთ, ანუ ფესვი x plus ფესვი y-ზე. აქაც ესენი შეუღლებულებია, ხო? განყოფთ ახლა საერთო მნიშვნელი პირველზე, ამაზე, ნუ რა იქნება მეგობრებო, დარჩება ფესვი x plus ფესვი y გამრავლდება ერთზედან, ანუ ფესვი x plus ფესვი y გამოდის. ამას ანალოგიურად გავყოფთ მეორე წილადის მნიშვნელზე, დაგვრჩება ფესვი x minus ფესვი y და გამრავლდება ერთზე, ფესვი x minus ფესვი y იქნება და ეს ყველაფერი უქმები უნდა ავიდეს -1 ხარისხში, ანუ ამოვატრიალებთ ამას ახლა ცოტა ხანში. ავატრიალოთ აბა. ნუ შესაბამისად აქ რა ხდება y-ს აბათილებს. ამოტრიალდება ზემოთ იქნება ფესვი x y, მაგრამ დააკვირდით რა არის მეგობრებო, რადგანაც აი ეს შეუღლებულების ნამრავლია, ნუ იქნება შესაბამისად ფესვი x-ის კვადრატი, გამოკლებული ფესვი y-ის კვადრატი, ეს სხვა არაფერია თუ არა x minus y, ნიშნაში დარჩებოდა 2 ფესვი x-ი, გამრავლებული 2 შეფარდებული x minus y-თან, x minus y ამ x minus y შეკვეთს, ფესვი x-ი აი აქ ფესვი x შეკვეთს და ორიანი ამ ორიანს კვეთს და დაგვრჩა მეგობრებო, აი აქ დაგვრჩა ერთი პატარა ფესვი y. გადავამოწმოთ რამდენად სწორად ამოვხსენით 62-ს პირველად. აქ სწორია და მოდი გადავიდეთ მეორე მაგალითზე. 62-ის მეორე. იბად, აი აქ ეგ არის, ესე იგი რა ჩანს ახლა დააკვირდით, ეს შეუღლებლებია და აი ეგ უკვე მათი ნამრავლი შეუღლებულების ნამრავლია და პირველი წევრის კვადრატს გამოკლებული მეორე წევრის კვადრატი. ნიშანს რომელიც წევრიც არ იცვლის, მის კვადრატს, x კვადრატს გამოკლებული მეორე წევრის, ანუ ფესვი y-ის კვადრატი. მოდი ამიტომ რა ვქნათ, იცით, მეორე მაგალითში პირდაპირ საერთო მნიშვნელად ავიღოთ ზუსტად ეს x კვადრატს minus y, ანუ x minus ფესვი y ჯერ
x პლუს ფსy. მოდი დავზიგოთ ახლა, რომ და ასე ავიღოთ. საერთო მნიშვნელობა ყოფილა ეგ. ეს გაიყოფა პირველ წელადის მნიშვნელზე იქნება x პლუს ფსy, გამრავლდება 1-ზე x პლუს ფსy. მე ანალოგიურად აქეთ ეს გაიყოფოდა ამაზე, იქნებოდა x პლუს ფსy, გამრავლდებოდა 1-ზე და ეს იქნება და ეს რომ გაიყოფა თავის თავზე 1 გამრავლდება -2y-ზე და იქნება -fsy არის ახლა გამრავლდება, ხო? გადავწერთ x პლუს fsy-ს აქ ჩვეულებრივად გადავწერთ დავრალში როგორც არის. თუ ესე იყვება, აქ გადავჭა fsy და fsy ერთმანეთს აბათილებს, ზემოთ არის 2x - 2fsy. ასეთი ამბავი შეფარდებული x - fsy-თან და 200 თუ გავიტანთ ზემოთ ფრჩხილებს გარეთ, მეგობრებო, მივიღებთ ფრჩხილში ზუსტად იგივე გამოსახულებას, რაც არის ნიშნულში და თქმა უნდა შეიკვეცება და პასუხი იქნება 2. სწორია. ხოდი, გავშალოთ და გავაგრძელოთ ჩვენ მესამე მაგალითი. 62-ის მესამე. რას გვიზარდებს ახლა ეს მაგალითი? აჰა, შეგიძლიათ აქ fsy გაიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. მაგრამ სხვათა შორის აქ fsy-ის გატანის უფლება არ აქვს, მეგობრებო. ამოცანაში ზემოთ არ არის ხო დათქმული. ესენი ხო არ წერია რომ გინდა თუ არა არავარყოფითია გამოსახულება. აი მოდით ახლა ამას, აი ასე მოგდით ეს მაგალითი. მოდი დავწეროთ. შეფარდებული x minus fsy გამოკლებული fsy შეფარდებული x plus fsy. მოდი შეიძლება და ეს მრავლდება x კუბს minus y კუბი შეფარდებული x კვადრატს plus xy plus y კვადრატი. ეს სხვათა შორის ახლა პირდაპირ აქ აი ძალიან პირდაპირ ამას რომ თავი დავანებოთ პირველ ფრჩხილს. მეორე წილადიდან რა გაქვს აი აქ. ეს ხო არის x minus y ჯერ არასრული ჯაბის კვადრატი x კვადრატს plus xy plus y კვადრატი, ხო? და შესაბამისად, მეგობრებო, ეს იკვეცება ამაზე და რჩება x minus y. რაც შეეხება ახლა პირველ ფრჩხილს რა, რაც იყო მოცემული, უცებ ვიფიქრე, რომ აი, მაგალითად, აქედან fsy ხო არ გავეტანა და ფრჩხილებს გარეთ და fsy რომ გავეტანა ფრჩხილებს გარეთ, შესაბამისად, ახლა x-ი გაიყოფა fsy არის fsy, აქაც minus fsy, ხო? მაგრამ გაქვს კი უფლება ცალკე და ანუ ჩვენ რომ გვაქვს დამრავი ყოველთვის გვაქვს უფლება ის თანამამრავლების ფესობის დამრავლის სახით წარმოადგინოთ. არა. ეს ხდება მაშინ თუ ორივე არის დადებითი და თუ ორივე უარყოფითია, მაშინ რა თქმა უნდა ეს არსებობს, იმიტომ დამრავალი დადებითია, მაგრამ ცალ-ცალკე ფესები არც ერთი არ არსებობს. ამიტომ თან არსად მაგალითში ცალკე არ არის, ხა ზედა მაგალითში მაგალითად აგერ მეორეში ჩარო y ცალკე იყო ფესქვეშ და შესაბამისად სადგო ცალკე თუ იქნებოდა არითმეტიკული ფესვის შიგნით ის არავარყოფითი იქნებოდა, მაგრამ ასეთი და აქ არ ფიქსირდება. ყველგან წუწულად არის. ამიტომ ამ იდეაზე ხელი უნდა ავიღოთ, ასე ვერ გავაკეთებდით და მაშინ უნდა მივდგეთ საკითხს ასე. ქვემოთ მნიშვნელები შეუღლებულებია, არის x minus fsy ჯერ x plus fsy, ასე წარმოადგენდი. მე ამას გავყოფდი საერთო მნიშვნელს პირველ წლადის მნიშვნელზე, გავრავდი fsy-ზე, ანუ fsy გავრავდებოდა x plus fsy-ზე, გამოკლებული fsy გავრავდებოდა x minus, იმიტომ რომ საერთო მნიშვნელი რომ გაიყოფოდა მეორე წლადის მნიშვნელზე იქნებოდა x minus fsy და სწორედ ეს x minus fsy მრავლდება ახლა fsy-ზე, გავრავლებული აქ არის x minus y დარჩა, ხო? აბა გავაკეთოთ.
რა ხდება ჩვენ თავს აქ? შეგვიძლია მეგობრებო, აი ეგ ფსy ახლა ჭრილებს გარეთ გავიტანოთ. უფრო მარტივი გამოვა. რა დარჩება? ჭრილში დარჩა x + ფსy 1/2. ხო? აი ეს. და მეორე მხრივ ეს ოღონდ მინუსი ნიშნით, რა? მინუსი ნიშნით x - ფსy ასეთი ამბავი. ქვემოთ არის x - ფსy ხო და ხოდი ავყავთ ფორე კვადრატში, ეს იქნება რაც არის ცვლის ნიშას ანუ x-ის კვადრატს გამოაკლდება ფსy-ის კვადრატი. თუ სპეციალურად წევა რაღაცაა ახსნის პროცესი, რომ აი და ვინმე თუ მაინც ვერ ამოხამებს გარკვეულ მომენტებს, მეტით რომ მქონდეს დაფიქრებისთვის. так ახლა ფრჩხილი გაიხსნებოდა, x-ები გაბათილდებოდა, ფსy გამრავლდებოდა 2 ფსy-ზე. აქ ხო იქნებოდა მეგობრებო x კვადრატს მინუს xy ხო კვადრატში ეს ფს მოხსნიდა. მოდი ბარემ გავიტანოთ x ჭრილებს გარეთ, დარჩება x - y. აი აქედან რომ გაიტანოთ ჭრილებს გარეთ. და მრავლდება x - y-ზე, ხო? შესაბამისად ეს ამაზე იკვეცება. ზემოთ გრჩებათ 2xy არა? ფსy რო ფსy y-ზე კი რა ამრავლოთ? შეფარდებულ x-თან, ესენიც იკვეცება და ვიდეთ პასუხად 2y. არანაირი ისეთი დაშვება, რომელიც ზოგადობას შეზღუდავდა, არ გამიკეთებია. ხო, კარგად ვიყავით და გავა. მეოთხე ამოცანა. მაგალითი 2-ს დავატებული მეოთხე ხარისხის ფსy x-ი. მოდი პრინციპში რატო გადავწყვეტოთ ახლა მთლიანად. აი დავაკვირდეთ რა სიტუაცია აქვს. ეს ერთმანეთში შებრუნებული არ მოდის ეს წილადი და წილადი. კი, გამოდის. დიდი გავარჯიშველიადოთ პირდაპირ. საერთო მნიშვნელი იქნება 2-ს მინუს მეოთხე ხარისხის ფსy x-ი, 2-ს პლუს მეოთხე ხარისხის ფსy x-ი. ეს გაიყოფა პირველი წილადის მნიშვნელზე იქნება 2-ს პლუს მეოთხე ხარისხის ფსy x-ი და მრავლდება თან იგივეზე, ხო? ანუ ესა 2-ს პლუს მეოთხე ხარისხის ფსy x-ის კვადრატი გამოდის. ანალოგიურად აქეთ იქნება 2-ს მინუს მეოთხე ხარისხის ფსy x-ის კვადრატი. კარგი, ნუ ჭრილს მოვჭით ახლა, ეს მრავლდება 4-ს მინუს ფსy x-ი შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფსy x-ი. თუ დააკვირდებით ახლა, მეგობრებო, ეს რა არის? პირველი წევრის კვადრატს გამოკლებული მეოთხე ხარისხის ფსy x-ის კვადრატი. აი ზოგადად მეგობრებო, ახლა ეს იკვეცება ამასთან და აქ ორი დარჩება, მაგრამ აი რატო იკვეცება? საიდან გვაქვს ამის უფლება? ეს გამომდინარეობს n-ური ხარისხის ფსy-ის ძირითადი თვისებებიდან, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მაგალითად რაღაც თვითონ შიგთავსიც, რა თქმა უნდა, თუ არა უარყოფითია, გაამრავლოთ კაზე და გაყოთ კაზე, როგორც ფსy-ის მაჩვენებელი, ისე ფსქვეშა გამოსახულების ხარისხის მაჩვენებელი. ну, აქ იქნება მეგობრებო m n k ასე. ახლა შესაბამისად, ახლა ვიღაც იტყვის, რომ აქ გარედან აწერიაო. მე რა პრობლემაა? ჩვენ ხო კიდევ ერთი თვისება ვიცით, რომ და თუ მოცემულია გამოსახულება, აი ასეთი, ეს ყოველთვის ჭეშმარიტი იქნება აი ასეთი, შიგნით რომ შევიტანოთ და შესაბამისად, ანუ დავედით უკვე ამ ფორმამდე და ეგ კი დაიყვანება აქამდე. არ მოყვები ახლა ამ ფაქტების დასაბუთებას. უბრალოდ ვთქვათ, რომ ესენი იკვეცება. ანუ რა დამრჩება? დამრჩება 4-ს მინუს ფსy x-ი. ხო? მეორე ხარისხის ფსy მაინც დარჩება. და შესაბამისად გამოდის, რომ ეს მნიშვნელი და ეს რიცხვი ზუსტად ერთი და იგივეა. და მთლიანად კვეცენ ერთმანეთს. მოდი ახლა გავხსნით თავს ადგილი. ამ კვადრატში მოგობრებო რიცხვი
ნიშნულში მეოთხე ხარისხის x-ი დაგვრჩა ხოლმე. პირველი წევრის კვადრატს 4-ს დამატებული გაორკერცებული ნავრავლი 4-ჯერ მეოთხე ხარისხის x-ი დამატებული მეოთხე ხარისხის x-ის კვადრატი, ანუ კვადრატული x-ი გამოდის, გამოკლებული. აქაც მსგავსად დავიჩვიდით. ხო რა ხდება? Film რომ გაიხსნება, ეს 4-იანი ამ 4-იანს გააფათილებს, ეს x-ი მინუსით იქნება x-ი და რა გვჩება? ეს და ეს, ანუ 4 მეოთხე ხარისხის x მინუს ანუ პლუს 4 მეოთხე ხარისხის x, ანუ ეს იქნება 8-ჯერ მეოთხე ხარისხის x-იდან. შეფარდებული ისევ ამასთან და ესე შეგვეცოდა და დარჩებოდა პასუხი 8-იანი. კი, ყველაფერი სწორად დავაბაგეთ. მეხუთე მაგალითი. მოდი მეგობრებო, ახლა ჩვენ გამოვიყენოთ ის მომენტი, რომ აი აქ წილადი ხარისხია და ჩვენ ვიცით, რომ წილადი ხარისხები ფესვებად გარდაიქმნება, ეს არის იგივე, ანუ ეს 0.5 ხარისხო იგივე x-ის 1/2 ხარისხია და ესაა ფესვი x-ი. ასეთი ამბავია. მოვიყენოთ ახლა ეგ. მეგობრებო, და თან რაღაცა დროს დავზოგოთ პირდაპირ გადავწყვეტ. აქ იქნება x-1 შეფარდებული x დამატებული x + 1 გაყოფილი x-ის 1/2 ხარისხი ხო გამოდის, ანუ ესაა x იგივე აქ დამატებული 1 შეფარდებული ეს არის 3/2 ხარისხი 1/5, ხო? ანუ ეგ იგივე გამოდის x-ის კუბი. იმიტომ რომ x-ის 3/2 ხარისხი შექვა იგივე კვადრატული ფესვი x კუბიდან და ეგ ხო შემიძლია 3-იანი გარეთ გავიტანო. დადებითი რიცხვი x. კი ბატონო. აქ იქნებოდა გამოკლებული 1 ფესვი x-ის კუბს და დამატებული 2 შეფარდებული x-ი მინუს ხარისხში ამოტრიალდება, იქნება x-ი, მაგრამ 0.5 ხარისხი, ანუ ფესვი x-ი დარჩება. ხო? ეს არის იგივე x-ი მინუს 1 ხარისხში რომ აიყვანო 0.5 ხარისხში, ანუ ეგ იგივე არის x-ი ამოატრიალო და ამოფესვი. კარგი, აბა გავაგრძელოთ. ახლა შეხედეთ აქ რა ხდება. შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი ეს ამოვატრიალოთ და x-1-იც რომ დავშალოთ, ნახეთ ფესვი შეუღლებულობის ნავრალი, ფესვი x ნავრალებული ფესვი x + 1. ამის უფლება აქ გვაქვს x-ზე ფესვის დაწერის უფლება. კი, თავად აქვს მოცემული და შესაბამისად ჩემი გამოგონება არ გამოდის რაღაცა დაშვება. x დამატებული ფესვი x + 1. გავრავლებთ. ეს ელადი ხოლმე შერეალდეს ახლა. ნიშნულში ჩავოდის ფესვი x + 1 და რა თქმა უნდა სიამოვნებით შევკვეცთ. ხოლო რიცხვში ხო ვადის ეს და ეგ იგივე არის, რომ დავშალოთ, აი ეს რომ დავშალოთ ნიშნული ფესვი x - 1 ფესვი x-ის კვადრატს პლუს ფესვი x-ი და დამატებული 1-ის კვადრატი. მაგრამ ეს და ეს ერთი და იგივე არ გამოდის? ფესვი x-ი 1-ის კვადრატი 1, ფესვი x-ის კვადრატი ანუ x-ი, აქაც x-ი. კარგი, დამატებული და აქ რომ 2 გაიყოფოდა 1 შეფარდებული ფესვი x, ეს ხო აბა გაიცემა ბოლოზე, ხო? ეს ხო იგივე 2-ის გავრავლება ფესვი x 1-ზე, ეგ იგივე 2 ფესვი x-ია. ასეთი ამბავია. აბა ვნახოთ ახლა, აქ რა დარჩა? დაგვრჩა ეს, ეგ არის ფესვი x - 1-ის კვადრატს დამატებული 2 ფესვი x-ი. ამის პირველი კვადრატი რა არის? ფესვი x-ის კვადრატი ანუ x-ი, გაუკლებული 2 ფესვი x-ი და დავატებული 1 და დავატებული 2 ფესვი x-ი, ფესვი x-ები ვაბათილებთ ერთმანეთს და პასუხად დაგვრჩა x + 1.
მეხუთეში, მეხუთე. კი ბატონო, ასე არის. ალბათ ვაქცია. აქაც რომ დავაკვირდეთ ახლა, აქ -1, ანუ ამოტრიალდება. მოდი ჯერ გავაერთვიშველიადოთ ეს პირველი ფრჩხილი, დაახოთ რა ხდება. და დააკვირდით, აი ეს რიცხვი ეგ x-ის კუბს, ნახეთ, x-ის კუბს პლუს 3-ის კუბი არ გავოდის? და აი ეს რაც არის აქ, ხო? ეს არ გამოდის x-ის კვადრატი გავოდის, კი, 3-ის კვადრატი გავოდის, კი, მაგრამ თან მათი გაურკეცებული არ გავოდის, ხო? სამჯერ x-ი არ არის მათი გაურკეცებული, და აბა რა არის? ეს არის a კუბს მინუს b კუბს რო უშლით ვავრავლებად და აქ a მინუს b ჯერ a კვადრატს პლუს ბოდიში a კუბს პლუს b კუბი a პლუს b ჯერ თაკ გამოკლებული a კვადრატს ab დამატებული b კვადრატი ასეთი რამრობა. იგივე არის აქაც. ანუ პირველი წილადი ხო იქნებოდა ასეთი. მეორე წილადთან რო გაერთიშლიანდეს, მეორე წილადი ხდება, უნდა დავშალოთ უკვე, ეს იქნება x პლუს 3 ჯერ x-ის კვადრატს. ანუ x-ი არის რა? x დამატებული 3x-ი და დამატებული 3-ის კვადრატი 9. ასეთი რაღაც არის. და გამოდება. კი ბატონო, და რიცხვებში რა მქონდა 4x ესე 4 კი გადის ჩვილებს გაეთ, მაგრამ რა ხერია. გამოკლებული 12. ახლა მოდი მარტო ამ ჩვილზე ვისაუბროთ. გამოვიშველი, საერთო მნიშვნელი იქნება იგივე, რაც მეორე მნიშვნელს აქვს, იმიტომ ის ორ გამყოფს მოიცავს, ხო? ასეთი ამბავია, ეს გაყოფილი პირველ წლადის ნიშნულზე იქნება x პლუს 3 გამრავლდება 1-ზე, ანუ x პლუს 3. მე ეს გაიყოფა მეორე წლადის ნიშნულზე არის ერთიანი გამრავლდება მინუს 4x მინუს 12. ეგ ჩქილს თუ გავხსნით, 4x მინუსით იქნება, ანუ x გამოაკლდება მინუს 3x-ი დარჩება და 3-ს მინუს 12, ანუ ესაა პლუს 15 ხდება ოქროები. და ნუ ნიხველი რაც არის, აღარ გადავწერა. რადგანაც, ნუ დავამთავრეთ ჩვენ პირველ წლადის გაერთიშლიანება. და რადგანაც -1 აწერია თავს, ესე იგი ეს უნდა ამოტრიალდეს, ანუ ნიშნაში ჩავა -3 x პლუს 15 რიცხვებში, აბა აი ეს გამოსახულება, ხო? რაც მივიღეთ პირველი წლადის, აი ესაა ნიშნულად. x პლუს 3 გავრიელებული x მინუს 3 x პლუს 9. ასეთი ამბავი. კი ბატონო. თუ ამას ახლა ჩვენ ასე 5 მინუს x-ი გავუბრალებ ფარებ მეორე წლადის ნიშნულსაც გადმოვდან. და დავაკვირდები ასეთ გარემოებას ოქროები. ნახეთ? აი აქ რო ორიანი გაიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, ხო დარჩება x-ის კუბს პლუს 27, ანუ 3-ის კუბი არ დარჩება? კი ბატონო. აი აქ უბრალოდ 3 გაიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. აქ დარჩება დადებით 5-ს გამოკლებული x. ასეთი ამბავია. ესე იგი, რა გამოგდის ახლა ჩვენ უნდა დავწეროთ x პლუს 3 გამრავლებული x მინუს 3 x პლუს 9-ზე ასე შეფარდებული 3 ჯერ 5 მინუს x-დან გამრავლებული 5 მინუს x-ი შეფარდებული აი ამას 2 ჯერ
და მოდი დავშალოთ ახლა ეს ფორმულით, ეს არის ფსვ x დამატებული 3 იშლება ანუ მის კვადრატს ფსვ x-ის კვადრატს უკვე გამოკლებული არა გავრკეცებული დამრავლი. ეს არის 3-ჯერ ფსვ x-ი და დამატებული 3-ის კვადრატი 9. აი ასეთ რაღაცას ვიღებთ, ხო? ეს რა დაიშლებდა. ანუ დააკვირდით ეს და ეს იგივე არ არის. ეს და ეს იგივე არ არის. ეს და ეს იგივე არ გამოვიდა? ანუ რა ხდება? საკმაოდ კარგი სიტუაცია მივხვდით, ხო? არ არის ეს ახლა რთული მდგომარეობა. მაგრამ ორიანზე გამრავლება აქ დამავწა. აქ იქნება x. თუ შესაძლოა შეგვიძლია სხვა მაგალითებიც გადავიდეთ. უბრალოდ აქ ჩავასწროთ x-იანი დავწერე. გადავაკეთოთ. მეშვიდე. ამოვატრიალოთ მეგობრებო. 1/4 ხარისხი ხო მე-4 ხარისხის ფესვია, ანუ ეს იქნება მინუსი დაიხარჯება და x-ის ემოთავავ. ასე. ეცეთ იქნება ჩამოვა. ეს იქნება მე-4 ხარისხის ფესვი. 4. აი ამ გამოსახულებიდან გამრავლებით. ახლა აქ რა ხდება? კარგი. ნუ აქ რა სიტუაცია არის? აი აქედან შეხედეთ აი მოდი აქ რო ცალკე გავაკეთოთ. მნიშვნელი გადავწეროთ s minus ფსვ x, მაგრამ ზემოთ რომ გავიტანოთ მე-4 ხარისხის ფსვ x ჭრილებს გარეთ. ჭრილში დარჩება მე-4 ხარისხის ფსვ x კვადრატიდან მინუს 1, ხო? ასეთი ამბავია. შესაბამისად ეს არის იგივე შეგვიძლია შეკვეცა, ზოგადად ამის შეკვეცა ასე არ შეგიძლიათ ეს დატოვოთ მე კვადრატული ფსვ x-ის მოდულიდან, იმიტომ რომ x-ი შეიძლება უარყოფითიც იყოს, მაგრამ რადგანაც უკვე ჩვენ ცალკე გვაქვს მოლუწი ხარისხის ფსვ x-ი, ამიტომ გვაქვს უფლება გადავკვეცოთ პირდაპირ. კარგი, რა დაგვრჩება მაშინ? ეს იქნება კვადრატული ფსვ x-დან -1 და დააკვირდით მრიცხველი და მნიშვნელი მოპირდაპირე, აი მინუსი რომ გამიტანა, ამიტომ ერთგან მინუს დავწერ, აქ ეს დავწერ და ზემოთ დავწერ -1. ანუ იდეაში ჩვენ რა დაგვრჩა, აი მეორე გამოსახულებაში დაგვრჩა ასეთი რაღაც. ესე იგი, 1 დამატებული ფსვ x-ი შეფარდებული მე-4 ხარისხის ფსვ x-თან მინუს აი აქ -1-ჯერ მე-4 ხარისხის ფსვ x-ია. იმედია ვიხდით რა დავწერე. ახლა აქ მნიშვნელიდან და მრიცხველიდან საცალკე ამოვფესოთ, მრიცხველში იქნება მე-4 ხარისხის ფსვ x-ი შეფარდებული მე-4 ხარისხის ფსვ 16-დან. ანუ ეგ 2 იქნება, ხო? აი აქ. და გამრავლებული გავაერთმშლიანოთ მეგობრებო, აქ იქნება მე-4 ხარისხის ფსვ x-ი. ეს გადავა და მინუს მე-4 ხარისხის ფსვ x-ი გამრავლდება მე-4 ხარისხის ფსვ x-ი, ეს და მე-4 ხარისხის ფსვ x-ის კვადრატი, ანუ კვადრატული ფსვ x-ი. კვადრატული ფსვ x-ი გვათილდება, ეს იკვეცება და შესაბამისად მეგობრებო აქ პასუხი გამოდის 1/2. გადავამოწმოთ აბა მეშვიდეში. კი ბატონო, სწორად ვიყავით. მოვძილოთ. მერვე მაგალითი. აბა აქ რა ხდება? აი დააკვირდით ეს რა არის? ეს იგივე არ არის? ფაქტობრივად 2x-ის კვადრატი კუბში. და აქ მარტივი საჩვენებელია რომ კუბიდან, ანუ იგივეა რაც
ეს თვისებაც გამოდის, n-ური ხარისხის ფესვის, ხო? შეგვიძლია გარეთ დავწეროთ. და გამოდის, რომ ქვემოთ რაც გვაქვს, ანუ ასეთი რაღაცაა, ხო? ანუ კუბური ფესვი 2x მინუს 1 ჯერ კუბური ფესვი 2x პლუს 1 ასეთი რაღაც გამოდის, შეფარდებული კუბური ფესვი 2x მინუს 1-თან მინუს 1 ასე გავრავლებული მინუსი ამოატრიალებს x და აქ იქნება კვადრატი. კარგი, ну ზემოთ ახლა იქ შევკვეცოთ მეგობრებო ასე. დარჩა ჭრილში კუბური ფესვი 2x პლუს 1 მინუს 1. აჰა. ერთები აბათილებენ, რჩება კუბური ფესვი 2x მეექვსე ხარისხში, კუბი და მეექვსე ხარისხი აქ იკვეცება და აქ იქნებოდა 2 არ რჩება, ხო, აქ 2x კვადრატში. ეს არის 4x კვადრატი გამრავლებული 1 შეფარდებული x კვადრატთან და x კვადრატები იკვეცება აქ და რჩება 4. წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს. მერვეში პასუხი უნდა იყოს 4. 62 არის ეს, ხო? კი, არის ასე პასუხი. გავაგრძელოთ მე-9 მოცანი. აქაც აბა რა გავაკეთოთ ახლა? მინუსიც დავხარჯოთ, თან ამოვატრიალოთ. ეს 1-2 ხო იგივე ფესვია. ანუ აქ იქნება ეს ამოტრიალდება 2x კვადრატი მე-1, ანუ 2x კვადრატი და ფესვი. ასეთი ამბავი იქნება. გაყოფილი. ამას ჯერ ვერ ამოვატრიალებ. რაზე? დააკვირდით ახლა აქ რა ამბავია. აი, მოდი მარტო ეს ძადი რომ ცოტა შევალამაზოთ. ეგ ხო ამოტრიალდება და რიცხვებში იქნება ოღონდ ფესვი x-ის კუბი არ გამოდის ეს? მინუს, ხოლო ფესვი 8 არ გამოდის, ფესვი 2-ის კუბი, კი. შეფარდებული ფესვი x მინუს ფესვი 2-თან. ანუ მეგობრებო, ეს არის ეს -1-ის ფენომენი, ხო? აქ ეს ამოატრია. მაგრამ ეგ რომ გავაგრძელოთ ახლა მარტო ამ წილადზე ლაპარაკი, ეგ ხომ იშლება, მეგობრებო, ფესვი x მინუს ფესვი 2, აქ იქნება ფესვი x-ის კვადრატს დამატებული ჯამის არასრული კვადრატი იქნება ფესვი 2 ჯერ ფესვი x-ი დამატებული ფესვი 2-ის კვადრატი. და ნიშნულშიც გვაქვს ფესვი x მინუს ფესვი 2, შესაბამისად ესენი შეიკვეცება და რა რჩება? რჩება ეს გამოსახულება ხო აი ეს. აბა მოდი ვიხედოთ ახლა. გავაგზავნოთ ამ კვადრატულ ჭრილში, რა გამოდის? პირველი წევრის კვადრატს, ანუ ფესვი x-ის კვადრატს დამატებული გაუკეთებული დამრავლი ფესვი x ჯერ ფესვი 2 დამატებული ფესვი 2-ის კვადრატი გამოკლებული, აი ეს ყველაფერი რაც აქ იყო, ხო? ფესვი x-ის კვადრატი პლუს ფესვი 2 ჯერ ფესვი x-ი პლუს ფესვი 2-ის კვადრატი და ნახეთ ეს და ეს რომ გაიხსნებოდა ჭრილი ხო გააბათილებდა ერთმანეთს, ეს და ეს ხო გააბათილებდა ერთმანეთს და აქ 2 ცალი ფესვი x ფესვი 2 გვაქვს, აქ 1 ცალი ფესვი x ფესვი 2 და ანუ 2 ფესვი 2x კვადრატი იყოფა რაზე? 1 ცალ ფესვი x ჯერ ფესვი 2-ზე, ხო? ანუ გამოდის გამრავლებული შეფარდებული ფესვი 2x-თან, ხო? ასეთია 2 2-ს კვეთს კვადრატია კვადრატს შევა და ანუ ასეთი რაღაც რჩება რა 2x კვადრატი შეფარდებული 2x-თან იქნება, ხო? ნუ პირდაპირ რომ შემეტანე ერთ ფესვში. და ეგ ფესვი x-ი დარჩებოდა მეგობრებო. გადავამოწმოთ აბა რამდენად სწორი მივიღეთ მე-9-ში. გავამოწმოთ ახლა უცებ გადავავლებ თვალს მე-9 კი, ასია, ფესვი x-ია მიღებული. კარგი. აბა გავაგრძელოთ.
მეათეში რა ხდება? მოდი პირდაპირ გავაერთმშრალიანოთ მეგობრებო, ახლა ეს ჩვენ. აქ და მე ვიტანოთ -1 ხარისხი გამოვიყენოთ. P(x) plus y P(x) minus y საერთო მნიშვნელი, გაიყოფა პირველი წილადის მნიშვნელზე, გამრავლდება იგივე წილადის რიცხვაზე იქნება P(x) minus y-ის კვადრატი, გამოკლებული აქ იქნებოდა P(x) plus y-ის კვადრატი და ეგ არის -1 ხარისხში. -x. კარგი. აბა მოდი ვნახოთ. -1 ხარისხი რა მოხდება? ეს ამოტრიალდება, ხო? ასე მოტრიალდება და ტრიალდება და ზემოთ გვექნებოდა შეუღლებულების ნამრავლი, რომელიც ნაკლებში არის P(x)-ის კვადრატი plus y-ის კვადრატი. ანუ x minus y კვადრატი არ გამომდოდა ამ რიცხვებში. ნიშნული გრძელი არის ცოტა და აბა რა იქნებოდა? P(x)-ის კვადრატს გამოკლებული გაურკეცებული დამრავლი y P(x)-ი დავატებული y-ის კვადრატი გამოკლებული ანალოგიურად P(x)-ის კვადრატს ყოფილა პლუს 2y P(x)-ი და პლუს y კვადრატი. P(x) კვადრატი P(x) კვადრატს გააბათილებს y კვადრატს რომ გაიხსნება ავჩხილები, გამრავლება 2y შეფარდებული y კვადრატს minus x-თან და ნახეთ ეს და ეს ხომ მოპირდაპირე რიცხვებია. ანუ მინუსი რომ გამეტანა ერთგან მივიღებდი მეორეს. ამიტომ ფაქტობრივად მოპირდაპირე რიცხვების გაყოფა რას გაძლევთ? -1-ს არ გაძლევთ. ანუ აქ -12xy გამოგვივიდოდა, თუ -1. ახლა ნახეთ, -2y P(x), აქ კიდევ -2y P(x), ანუ -4y P(x) იჭდება. -4 და -12 შეგვეცა დადებითი სამი. მერე y და y შეიკვეცა გაქრა და რჩებათ 3x შეფარდებული P(x)-თან და ეს რომ გაიყოფა იქნება 3 P(x). წესით გადავამოწმოთ ისე პასუხი, სწორად უნდა გქონდეს დაწერილი. მე-11. აბა ვნახოთ მე-11-ში x minus 1 და რა შემოშალა? აბოდიში 62. მე-10-ზე ვართ. კი, 3 P(x). სწორად გვაქვს დაწერილი. მე-11 ამოცანა. მოდი გამოვტოვოთ მეგობრებო ახლა. ზედმეტ უნდობლობას ხო არ გიცხადებთ ახლა, მაგრამ არის იცით ხანდახან ისე ხდება ახლა ეს რუტინა ბევრი არაფერი რა თქმა უნდა, არც ერთ მაგალითი, არც ზედებს რომ გავარჩიე, არც ახლა ესენი, მაგრამ ხანდახან რომ გეშლება და რომ ვერ ვთები რა გეშლება, მე ამაზე ნერვები გეშლება და კარგია ხოლმე გადაავლო თვალი სხვას როგორ აქვს გაკეთებული, ხო? უცებ რომ ნახო რომ შენი ბრალი კი არა, ფორმულა არ იცოდი არა, უბრალოდ ნების ყოფა არ გეყო რომ ხელახლა დაგეწყო, ის მექანიკური შეცდომა მოგეჩინა, რის გამოც ვერ მიიყვანე ბოლომდე და ერთგვარად შეფასება იმაღლდება, როცა ხედავ რომ ეწრილმანი პრობლემის გამო ვერ მიიყვანე ბოლომდე და არა იმის გამო რომ რაღაც არ გესმის კონცეფცია ძირეული მომენტი. ამიტომ მოდი სანამ გავძლებთ, სანამ ბოლომდე დავიხლებთ, გავაკეთოთ მანამდე, გავაგზავნოთ ეს 20 მაგალითი ახლა აქ და ჯერჯერობით 10 გავაკეთეთ. აბა მეგობრებო, დააკვირდით ახლა თუნდაც აქ რა ხდება. თუ -1 დაიხარჯებს, ამოტრიალდება და შეგვიძლია P(x)-ზე შევკვეცოთ კიდეც და აქაც დააკვირდით, რაუცნაურად ხო? სიტუაცია მოცემული. აი x რომ გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, ხო? ზუსტი კვადრატი გამოდის. გამომოდი ნახოთ. ჯერ დავხარჯოთ ეს ამოვატრიალოთ რას. ასეთი ამბავი. ახლა გავავრავოთ და ეს იქნება P(x) 1/2. მოდი x-ი გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, x-ი და ჩხილში რა დარჩება? x plus 2 P(x) plus 1. მაგრამ ეგ მეგობრებო, P(x) plus 1-ის კვადრატია. ახლა ძალიან კარგი, ესე იგი რა გამოდის?
x მინუს ფესვი x-ი შეფარდებული x-თან გამრავლებული და რომ გავწყვიტოთ ახლა ეს ფესვი დაწყებითი მომფესვის იდეა გამოიყენოთ ფესვი x-ი ცალკე და ეს კვადრატული ფესვი რომ არის ცალკე. ანუ ფესვი x-ი გამრავლებული კვადრატული ფესვი x პლუს 1-ის კვადრატი. ეს არის შეჭამი და წესით ამის ადგილზე უნდა დავტოვოთ ჩვენ მოდულში ფესვი x პლუს 1. მაგრამ რა თქმა უნდა ეს დადებითია, ხო, არითმეტიკული ფესვი დადებითია, ერთი ემატება არავარყოფითია, ერთი ემატება დადებითია, ანუ რიცხვის მოდულის შიგთავსი არავარყოფითია, შესაბამისად მოდული მოექცნება თავისივე ნიშნით. ესე იგი რა ამბავი არის ჩვენ თავს აქ x მინუს ფესვი x-ი შეფარდებული x-თან გამრავლებული ფესვი x-ი და გამრავლებული ფესვი x პლუს 1. ნუ რა შეიძლება დაგვიდეთ აი აქედან რომ გავიტანოთ ახლა ფესვი x-ი ფრჩხილებს გარეთ ხო დარჩება ფესვი x მინუს 1 კი შეფარდებული x-თან ბრალდება ფესვი x-ზე და ბრალდება ფესვი x პლუს 1-ზე. ეგ რა არის იგივე ფესვი x-ი და x-ი ერთმანეთს შეკვეცენ და ფესვი x მინუს 1 ჯერ ფესვი x პლუს 1 ხო შეუღლებულების ნამრავლია და პირველი წევრის კვადრატს გამოკლებული მეორე წევრის კვადრატი ანუ x მინუს 1. დიახაც სწორია ასე იქნებოდა პასუხი. მე-12-ში ნიშნულები შეუღლებულია და მოდი პირდაპირ გავაერთმიშნელიანოთ მეგობრებო. საერთო ნიშნული იქნება x მინუს ფესვი x y შეფარდებული x პლუს ფესვი x y. ეს რომ გაიყოფოდა ზემოთ ავიდოდა და დაჯდებოდა რეციკლადის ნიშნული, გამრავლდებოდა ამაზე c დამატებული რეციკლადის ნიშნული, გამრავლდებოდა რეციკლადის რიცხვზე და გამრავლებული. ახლა დააკვირდით ეს არაერთხელ შეხვდა უკვე ეგ ხო, აი ეს იკვეცება პირდაპირ ამაზე ხო? დღეს შეხვდა და x მინუს y-ია. იმიტომ რომ x კუბს მინუს y კუბი მეგობრებო იშლება ამ ორი რიცხვის ჯამს, ანუ რაც არის კუბებში, ვამრავლებთ მათივე ჯამის არასრულ კვადრატზე, ხო? და რა თქმა უნდა, ქვემოთ იყო ზუსტად ეს ნაწილი და შეიკვეცებოდა აი აქ. x მინუს y ირჩევა. მოდი დავწეროთ x მინუს y. ზემოთ ფესვი x y საბათილებს, რჩება 2x-ი, ქვემოთ არის პირველი წევრის კვადრატს გამოკლებული მეორე წევრის ფესვი x y-ის კვადრატი და ეს x y-ია. თუ ახლა ჩვენ ავდგებით და x გავიტანთ ქვემოთ ჭხილებს გარეთ x მინუს y დარჩება და შესაბამისად ეს x მინუს y ეს x მინუს y შეკვეცება 2x რომ გაიყოფო და 2 დარჩებოდა მეგობრებო პასუხად. მოდი მაინც გადავამოწმოთ ახლა წინა x მინუს 1 იყო კი ვიცით და აქაც მე-12-ში 2-ია. კარგი, მე-13 აბა აქ რამე ეკონომია შეგვიძლია გავაკეთოთ დროის. მოდი ჯერ გადავწეროთ მინუსი ხარისხების გარეშე. პირველი ჭხილი რაც აქ 1 შეფარდებული a კვადრატთან დამატებული 1 შეფარდებული b კვადრატთან საპირული გამრავლებული. ახლა -1 მთლიანად ჯავს აქვს და ამიტომ ამოვატრიალოთ მთლიანად ჯამი და ნიშნულში იქნება a კვადრატს პლუს b კვადრატი. შეფარდებული. ახლა მოდი მივყვეთ ნენება. ნახეთ? აი ჯერ მოდი ეს შევიტანოთ ერთ ფესვში, რა იქნება? ეს იქნება კუბური ფესვი, გარე, ჯერ კუბური ფესვი და ეს ხომ არის რომ შევა, აქ a კვადრატად შევა, ანუ კვადრატული ფესვი a კუბიდან. ასე არ იქნებოდა? ხო, ეს a შევიდოდა აქ შიგნით, იქნებოდა a კუბი და კვადრატული ფესვი რჩება. ახლა ნახეთ. ეს და ეს ერთად რა არის? კუბური ფესვი a და კუბური ფესვი აქ დარჩება. უბრალოდ მეექვსე ხარისხის ფესვი a კუბი აქ გამოდის. კუბური ფესვი და კვადრატული ფესვი რო ბრალდება. ეს შეგვიძლია შევკვეცოთ და გამოდის კუბური ფესვი a
კვადრატული ფესვია და აქაც ანალოგიურად კვადრატულ ფესვში შევიდოდა a კვადრატად და იქნება a კუბი. ეს x ხარისხის ფესვი a კუბიდან იკვეცება და გამოდის კვადრატული ფესვი a. ეს საინტერესო სიტუაცია მივიღეთ რა. კარგი. ნიშნულში ანუ ფესვი a გქონია გამრავლებული კვადრატული ფესვი a კუბიდან შეფარებული და ეს ამოვაკლოთ მინუსი ხარისხი და თან ეს ავუყანოთ მეოთხე ხარისხში და ესე იყო შეკვეცა ნახა მიხედავ ამას ეს გავაერთმშველიანოთ პირველი წლადი აქ იქნება საერთო მნიშვნელში a კვადრატ b კვადრატი ზემოთ იქნებოდა a კვადრატ პლუს b კვადრატი გამრავლებული a კვადრატ პლუს b კვადრატ მნიშვნელიან წილადზე ეს და ეს რა თქმა უნდა შეკვეთს აქ ფესვი არის ეს ნაწილობრივ ამოფესვი ხო იქნება ჯერ ფესვია კუბური ფესვია და ეს 4-იანი და ეს ხო იკვეცება ეს b-ს კვადრატი გამოდის მეგობრებო და წილადზე გაყოფილი მის შებრუნებულზე გამრავლება ანუ გამოდის რომ ეს ერთედი გამრავლდება კვადრატ ერთედზე ხო შებრუნებულზე გამრავლდებოდა ასე იქნებოდა რა რჩება ახლა ჩვენ თავს აქ რა ხდება ესეთი სიტუაცია ნახეთ ერთი შეფარდებული a კვადრატ b კვადრატი ხომ იყოფა ფესვიაზე მაგრამ ეგ იგივე ხო არის გააყო ფესვიაზე ანუ გაამრავლო მის შებრუნებულზე კი ბატონო გაამრავლო აი ეგ იყო პირველი წილად მეორე წილადი არის აქ ფესვი გაამრავლებული a კვადრატ b კვადრატზე და შეფარდებული ერთად ეს ამას კვეთს ფესვიას კვეთს და რჩება მეგობრებო a ნუ კი ბატონო ასე არის ეგ და მაინც გადავამოწევ ცალკე ეს პასუხი თუ იყო გაგიცეს მაინც და მე-13-ში აბა ბუდიში მე-13-ში დიახ არის მე-14 მოგობა რა სიტყვის მე-14 აქ მინუსებია და კარგად დავაკვირდეთ გადავწეროთ ესე იგი ეს იქნება ერთი შეფარდებული მოდი 0.5-ის მაგერად დავწერ 1 მეორედი გამრავლებული ფესვი x-ზე გამრავლებული თან შევატრიალებ ანუ ფესვი x პლუს მეოთხე ხარისხის ფესვი x-ი რიცხვებში ავაკვირდეთ იქნება მეოთხე ხარისხის ფესვი x მინუს 1 ასეთი კვადრატია და შეხედეთ ახლა აქ რა ხდება აქ მთელი ამბებია გააყოფა ხომ ატრიალებს რიცხვს მაგრამ მინუსიც ხო ატრიალებს და ორჯერ რომ შეატრიალო ეგ იგივე არის გაამრავლო იგივეზე ანუ შენ რომ გაყო ეს მინუს 1 ხარისხს ეგ რა ეგ არის იგივე გაამრავლო შეფარდებული b-ზე იმიტომ მინუს 1 ხარისხი დაატრიალებდა და გაყოფა კიდევ დაატრიალებდა გაყოფს ანუ რჩება 1 მინუს მეოთხე ხარისხის ოღონდ ნახეთ ახლა მინუს 1 რომ არის ასე დავწერ რა ასე დავწერ და შევამოკლე პროცეს ანალოგიურად აქვს დამატებული მეოთხე ხარისხის ერთი შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი x აი ეს არის კვადრატში ეს ცოტა სილამაზის მოდი ჯერ ამ წილადს მივხედოთ ეს რო გაერთმშველიანდება რიცხვებშიც იქნება მეოთხე ხარისხის ფესვი x-ი მეოთხე ხარისხის ფესვი x მინუს 1 შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი x პლუს 1 შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი x-ი და რომ გაიყოფოდა შეტრიალდება ასეთ რაღაცას ვიღებთ ოქროები ნუ რა გამოდის საბოლოო ჯამში ჩვენი მაგალითი ეს უდრის
აი 1/2-ზე გაყოფა ხო 2-ზე გამრავლება ეს ორიანი აქ ზემოთ დაჯდებოდა, ანუ 2 შეფარდებული ფესვი x-ზე გამრავლებული. აი ეგ გადავწეროთ ფესვი x დამატებული მეოთხე ხარისხის ფესვი x შეფარდებული. თუ გავიტანო ბარემ ჭხილებს, აი აქ მეოთხე ხარისხის, აი ამ ორიდან, მოდი მეოთხე ხარისხის ფესვი x გავიტან ჭხილებს გარეთ. ფილში დამრჩება კვადრატული ფესვი x რომ გაიყოფა მეოთხე ხარისხის ფესვი x-ზე, მეოთხე ხარისხის ფესვი x, ხო? დამატებული 1. შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი x მინუს 1. ამის კვადრატი გამრავლებული მეოთხე ხარისხის ფესვი x მინუს 1 შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი x პლუს 1-ის კვადრატზე. ნუ ჩვენ ვიცით რომ a კვადრატი რომ მრავლდება b კვადრატზე, ჩვენ შეგვიძლია ერთი ხარისხის ნიშნის ქვეშ შევიტანოთ ესენი და რა გამოგვივა? რომ შევიდოდა ესენი ერთ ჭხილში ორი შეფარდებული ფესვი x. ნახეთ რა მოხდებოდა მეგობრებო, მოდი აქვე წავშლი. ესე რომ წავშალოთ ახლა. რა აბავი იქნებოდა? ეს და ეს შეკვეცდა, ეს და ეს შეკვეცდა და დარჩებოდა მეოთხე ხარისხის ფესვი x-ის კვადრატი. ეგ იგივე არის მეგობრებო. შაქიქცევდა კვადრატული ფესვი x და ეს კვადრატი და ეგ იკვეცება და ესენი შეკვეცება და დარჩებოდა ორიანი. ნუ საკმაოდ სადა პასუხი მივიღეთ, ხო? კარგი, მოდი მე-15-ე ვყავთ. მე-15-ში რა ხდება ახლა? აქ 18-ია, ახლა შეუღლებულებია, მაგრამ მოდი ფესვია გავიტანოთ ნიშნულიდან, რომ შედარებით მსუბუქი რიცხვი მივიღოთ. ანუ ნახეთ რა იქნება. პირველი ჭხილში გადავწეროთ ეს და მისი მნიშვნელიდან ფესვია გავიტანოთ. იმიტომ რომ გაერთმშრალიანება გვინდა და შესაბამისად დავშალოთ მომრავლება თითოეული წლების მნიშვნელი. დამატებული 2 ფესვიას მინუს 1 შეფარდებული აქ ფესვია განადის ჭხილებს გარეთ და იქნება ფესვიას პლუს 19. ასე გამრავლებული და მინუს 1 დაიხარჯება აქ ფესვი a ამოტრიალდებოდა, ხო? 100 მინუს 324 შეფარდებული 900 პლუს 20. ნუ ასე იქნებოდა. ოკეი, აგზელებთ. გაერთმშრალიანებთ ახლა. საერთო მნიშვნელი იქნებოდა ფესვი a ფესვი 100 მინუს 18 გამრავლებული ფესვი 100 პლუს 18-ზე. ვერ ეს გაიყოფა ამაზე იქნება ფესვი 100 პლუს 18-დან გამრავლდება ორი ფესვი 100 პლუს 1-ზე, ანუ ორი ფესვი 100 პლუს 1 ჯერ ფესვი 100 პლუს 18 და მერე პლუს ორი ფესვი 100 მინუს 1 ჯერ ისე ასე ფესვი 100 მინუს 18, ხო? ივათ ეს გავანახავთ ამაზე. და ეს გადავწეროთ. თუ დაინახავთ ახლა აი ეს ხო შეუღლებულების ნამრავლია, ეს ხო იქნება ფესვი a კვადრატი მინუს 18-ის კვადრატი და ეს არის იგივე 100 მინუს 324. და ეს პლეა დავან შეკვეცდა. შესაბამისად ფესვიას კვეთს. ახლა მოდი ზემოთ გავამართლოთ და ბრიცხველი ნიშნული დაგვრჩა 900 პლუს a. მეორე წლების ნიშნული ფაქტორი. ზემოთ ეს გავშალოთ. ორი ფესვია გამრავლებული ფესვიაზე არის ორჯერ a. ფესვიაზე რომ გამრავლდება ფესვიას კვადრატი, ანუ a. ორი ფესვია გამრავლებული 18-ზე, ეს არის 36 ფესვია.
დამატებული ფესვია, ანუ ერთჯერ ფესვია და პლუს ერთჯერ 18. პლუს 2-ა, ანალოგიურად აქ განავდება, მე მინუს 36 ფესვია, მე მინუს ფესვია და პლუს 18 ბოლოს. ანუ ესენი გაბათილდა ასე და აქ დარჩა 400 პლუს 36 და მოდი 4-იანი გავიტანოთ ჭრილებს გარეთ იქნება 100 პლუს 9. გავუთავეს 9 პლუსსა და შესაბამისად ესენი იკვეცებიან და გვჭირდება აქ 4-იანი. კარგი, ესეც მოვაგვარეთ. აბა ნახოთ 16. მე-16-ში მოდი ნახოთ წინასწარ დავიღოთ რამე ნაბიჯის დაგეგმა თუ შეიძლება ახლა და რამე ჩანს აი კი ჩანს მეგობრებო სხვათა შორის და რა ეცოდა მახული თვალი თუ იქნებოდა ეგ ხომ არის 1-2 ფესვია პირველი თანავარვალი და ნახეთ ახლა მეორე თანავარვალი 4 შეფარდებულიასთან ეს არ არის 2 შეფარდებული ფესვიას კვადრატი კი ბატონო პლუს ერთიანი არ არის პირველი წრის 1-ის კვადრატი კი და პლუს 2 ფესვია ანუ ეგ არის ფაქტობრივად 2 ფესვია ჯერ 1 ანუ ეს არის აი a მინუს b ჯერ ოღონდ b კვადრატი წერია მაგრამ აი a კვადრატს პლუს b კვადრატი და პლუს ab ანუ არასრული კვადრატია და შესაბამისად ეს რა გამოდის მეგობრებო აი ეს ნამრავლი გამოდის ხო როგორც ეს გამოდის a კუბს მინუს b კუბი ანუ ეს გამოდის 1-ის კუბს გამოკლებული 2 შეფარდებული ფესვიას კუბი ასეთი ამბავია ამას არ მინდა გართულება ახლა ნახეთ როგორ დავალაგებთ ესა 1-ს ანუ 1-ის კუბი გამოკლებული 2-ის კუბი 8 ფესვიას კუბი ესა ფესვია ანუ a ფესვია და თუ გავაერთმშველიათ იქნება a ფესვიას მინუს 8 ანუ ეგ მივიღეთ მეგობრებო ჩვენ აი პირველ 2 ფილის გადავრავლი და თუ ავდგებით ახლა და ამას დავამრავლებთ მეორე წილადი რომ წერია თან a ფესვიას მინუს 8 შეფარდებული a ფესვიას გავრავლებული 4a კვადრატი შეფარდებული a ფესვიას მინუს 8-სთან ну ეს იკვეცება a კვადრატ შეგვეცება 4 არის 4 რჩება ну დაგვრჩებოდა 4-ა გაყოფილი ფესვიაზე და ესეც იკვეცება და გამოდის 4 შეფარდებული ფესვი a-სთან რატომღაც მახსოვს რომ აქ 4-იანი უნდა მიპოვო მაგრამ მოდი ვნახოთ იქნება მე არ დავაკვირდი კარგად არა სწორად გვაქვს გაკეთებული 4 ფესვია იქნებოდა პასუხი თქვენ თუ რაიმეზე დაკვირვება გჭირდება შეგიძლიათ დააპაუზოთ ნახოთ მე უბრალოდ გავაგზავნებ ახლა საუბარს მე-17-იც რა უგუმზადა მე-17 აქაც პრინციპში შეუღლებულების ნამრავლია ეგ და ეგ ხო შეუღლებულებია ანუ საერთო მნიშვნელი იქნებოდა მოდი ახლა იქ ძალიან გავს მეგობრებო ზედას და მე-17 რომ გამოვტოვოთ ალბათ ქვეყანა არ დაიქცევა მე-17 და მე-18-იც შეუღლებულების ნამრავლია მაგრამ აი მე-18 და მე-19 ძალიან გვანან ერთმანეთს და მე-19-ში კიდე ცოტა დიდი რიცხვებია და მოდი მე-17 და მე-18-ს გავუტოვებ გეტყვით მე-17-ში პასუხი რა არის და მე-18-ში დამოუკიდებლად რომ იწვევთ მაგრამ ნახავთ რომ აქ ბევრი განსაკუთრებული არაფერი არ არის მეგობრებო გეტყვით აგერ მე-17-ში პასუხი არის 10 ფესვი y 10 ფესვი y ხოლო მე-18-ში პასუხი არის 2x აი მე-18-ში პასუხი არის 2x კარგი მივიღოთ
კი, არ გვეშლება 100. მოდი ახლა მე-19 ჩვენ გავაკეთებთ. ათას შეუღლებულებს ნამრავლია ოქროები და მოდი გავაერთმშრომლოთ პირველივე ჭხილი 3 მინუს ფსვ-ია 3 პლუს ფსვ-ია აქ 9x კვადრატი გამრავლდებოდა გაერთმშრომლიანების დროს 3 პლუს ფსვ-ზე დამატებული 9x კვადრატი გამრავლდებოდა 3 მინუს ფსვ-ზე აი ასე და გამრავლდებოდა და ნიშნელი ამოტრიალდება. ახლა რა არის? ანუ ერთი ნიშნელი შეაღწევოდა რიცხვიდან. ნიშნელში რა იქნებოდა? x-ი მინუს 2 ხარისხში. ეს არის 1 შეფარდებული x კვადრატი. მე მინუს 1 შეფარდებული x-თან. გამრავლებული. აქ 3 მინუს 2 ხარისხი, ანუ 1 შეფარდებული 9-თან. ეს გადავამრავლოთ, უბრალოდ 9x კვადრატი ხო გავიტანო ჭხილებს გარეთ. ჭხილში ხო აღმოჩნდება 3 პლუს ფსვ, 3 მინუს ფსვ. ფსვ-ები გააბათილებენ ერთმანეთს და 3 პლუს 3 დარჩება, ხო? კაი, აქ 3 პლუს ფსვ დამატებული 3 მინუს ფსვ დარჩებოდა ჭხილში და ფსვ-ები ხო გააბათილებენ ერთმანეთს. ქვემოთ რა რჩება? მოდი ქვემოთ რას ვიზამ, იცი? ალბათ ეს ასე დაგვჭირდება, შეუღლებულების ნამრავს დავწერ, ანუ პირველი წევრის 3-ის კვადრატი 9-ს გამოკლებული ფსვ-ის კვადრატი, ანუ x. გამრავლებული. ახლა აქ რას უყურებ? ნახეთ, ეს რომ გადმოვიდანთ, ასე, ეს ხო არის 1 შეფარდებული x კვადრატს მინუს 1 შეფარდებული 9x-თან და რომ გავაერთმშრომლიანოთ, აქ x კვადრატს ავიღებთ მთლიანად გამრავლებული 9-ზე და ეს რომ გაიყოფოდა x კვადრატს იქნებოდა 9, ანუ 9 გამოკლებული, მე x კვადრატ 9 გამრავლებული 9x-ზე 9x კვადრატი იქნებოდა x ჯერ 1, აი 9, ასეთი ამბავი. ანუ და 1-ზე გაყოფა ხო არაფერს ვლის ახლა ეს. 1-ზე რა იცვლება, იგივე ეს რჩება. ანუ რჩება 9 მინუს x-ი შეფარდებული 9x კვადრატი. ეს და ეს გვეცება, ეს და ეს იკვეცება და აქ ჭხილში რაც დამრჩა, x-იანი რჩება ეს. საკმაოდ სადა მარტივი დარჩა საბოლოოდ პასუხი. მე-20 როგორც იქნა ნომრის ბოლო მაგალითს გავაკეთე. ეს რა გამოწვევას გვიმზადებს? მოდი პირდაპირ გავაერთმშრომლიანოთ, მეგობრებო, აქ ჩვენი სტილადი სხვაობა. ფსვ აბეს პლუს აიქნებოდა ნიშნელი. მე პირველი აქ რიცხვი ერთიანი ხო იგულისხმება ამას ნიშნულად და რო გაერთმშრომლიანდებოდა ფსვ აბ გამრავლდებოდა მეორე წილადის ნიშნულზე. მე ეს რომ გაიყოფოდა საერთო ნიშნელი, მეგობრებო, მეორე წილადის ნიშნულზე ერთიანია გამრავლდება ესე და აბ იქნება. ახლა ეს გაყოფა არის და მოდი გავამრავოთ შებრუნებულზე, ანუ აბ იქნება რიცხვში და ნიშნულში იქნებოდა 4 ხარისხის ფსვ აბ-ს მინუს b და ეს გადავწეროთ. 4 ხარისხის ფსვ აბ-ს მინუს b. მოდი გავხსნათ, ფსვ აბ-ზე არის a. ფსვ აბ a-ზე პლუს aj ფსვ აბ მინუს a. შეფარდებული ფსვ აბ-ს პლუს a. გამრავლებული a მინუს b შეფარდებული 4 ხარისხის რაც არ გავიტანოთ ჭხილებს გარეთ ერთი წუთი ხო არ გვეშლება რამე არაფერი არ გვეშლება. კაი, მოდი გავაგრძელოთ ჯერაც. ფს მინუს ფსვ b და ეგ დაიყოს ასე დავთოვოთ. ეს პლუს ფსვ b. ნახეთ ახლა. AB AB-ს აბათილებს აქ. იბატ რა ფანდი ჩავად. მოდი ნიშნულში ფსვ-ა გავიტანოთ ჭხილებს გარეთ. ჭხილში დარჩება
ფესვი B-ს პლუს ფესვი A. მე მრიცხველი A-ჯერ, ხოდი ასე რომ დავშალოთ ფესვი A-ჯერ ფესვი B, ხო? ეს შემეგვეცოს კარგად. კარგი. მეორე წილადი. A-ს მინუს B რომ წარმოვადგინო ეს ფესვი A-ს კვადრატს მინუს ფესვი B-ს კვადრატად და წარმოვიდგინეთ ეს ხო იქნება დაიჭრება კვადრატების სხვაობად. ფესვი A-ს მინუს ფესვი B გამრავლებული ფესვი A-ს პლუს ფესვი B-ზე. ქვემოთ რა ვქნათ ახლა? მოდი ქვემოთ ეს დავტოვოთ დროებით. მინუს A-ჯერ მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს A პლუს ფესვი B. კარგი, აბა ეს და ეს შეიკვეცება მეგობრებო და რა დაგვრჩა? მრიცხველში დაგვრჩა ჩვენ A-ჯერ ფესვი A-ს მინუს ფესვი B ნიშნულში დაგვრჩა მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს მინუს ფესვი B და მინუს A-ჯერ მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს პლუს ფესვი B. მოდი მეგობრებო ახლა გავაერთოშნელიანოთ. საერთოშნელი რა იქნება? მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს მინუს ფესვი B. შესაძლოა რომ მარტივი გზაც იყო აქ, უბრალოდ უცებ ვერ დავინახეთ. გამიყოს ახლა ნახოთ რომ ასეც გავავთ ფინიშამდე. ნახეთ, აი ეს გადავამრავთ A-ჯერ ფესვი A. ასე. შეიძლება და აქ მეოთხე ხარისხის B რომ გაგვეტანა ჭრილებს გარეთ, აი აქედან. აქ დარჩებოდა მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს მინუს მეოთხე ხარისხის ფესვი B და ზემოთ ეს რომ დაგეშალა ფესვი A მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს კვადრატს მინუს მეოთხე ხარისხის ფესვი B-ს კვადრატი, ну შედარებით კიდე სხვანაირად გაგრძელდება. მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაც არ გამოდის ახლა ჩვენ ამოხსნებს შორის. ნახეთ, მივდივართ უკვე ფინიშამდე, მინუს A-ჯერ ფესვი B და ნახეთ ეს ხომ უნდა გამრავლდეს ამაზე, მაგრამ ესენი შეუძლებელი არ არიან, ანუ მექნება აქ A-ჯერ მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს კვადრატი მინუს ფესვი B-ს კვადრატი. აჰა, ესე არ არის? რა გამოგვივიდა? A ფესვი A-ს მინუს A ფესვი B მინუს აქ გამოვდის ჩვენ ისე წინეთ წავიდა კვადრატული ფესვი AB მინუს B გამოდის, ხო აქ? მიფიქრე რაღაც გააბათილდა და არა ჭრილების გახსნა გამოდის. მოდი ახლა საკმაოდ შორს წავა. რაც იქ და ნახე ამ ჭრილის გახსნა და გავაკეთოთ მე ეგ ვიჩქარით ამის გადამრავლება. და რაც დავინახეთ, მოდი ეს იყოს. ანუ ესე იგი რა ვქნათ იცით? ჯერ არ გავაერთოშნელიანოთ, უბრალოდ მეოთხე ხარისხის ფესვი B გავიტანოთ ჭრილებს გარეთ. მე ხო არ შეგვშლია გადაწერაში. ალბათ არ შეგვშლია. და ეს იქნება A-ჯერ კიდევ დაიშლებოდა ეს ხო? მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს გამოკლებული მეოთხე ხარისხის ფესვი B მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს დამატებული მეოთხე ხარისხის ფესვი B და შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი B გადის ჭრილებს გარეთ. აი აქედან და იქნება მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს დამატებული არა გამოკლებული მეოთხე ხარისხის ფესვი B. და ესენი იკვეცება, ხო? აი ასე იკვეცება. აქ არის A-ჯერ მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს პლუს ფესვი B. აი,
ანუ რა გვჩება ახლა აქ ჩვენ? ამაჯერ მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს დამატებული მეოთხე ხარისხის ფესვი B შეფარდებული მეოთხე ხარისხის ფესვი B-სთან. გამოკლებული. ანუ რატომღაც ერთი წუთით გადავავლებ თვალს აქ ხوار შემშლია ეს ამოვატრიალეთ, ნიშნულში გავუშვით და ეს აკვდება ჩვეულებრივად. კი ბატონო, აქ ჭრილი გავხსენით, სწორად გავხსენით. კი, და სწორადაც გავაბათილეთ. კი ბატონო, ვარ დავაკელით რამეს გადმოწერა. დავაკელით მეგო. დავაკელი. რა დავაკელით? იცოთი? აი ეს ფესვი B სად მაგ წაღებ. აი ეს ფესვი B. ხო, ეს არა მაქვს გადატანილი თუ არ ხსნები. ხო, აი ამას A ფესვი B-ს რომ გამრავლებდით, ხო, აი მივაგენით შეცდომას. მოდი გიხდით. მაგრამ რუტინაა მეგობრებო, როგორც გითხარით. ხშირად აქ შეცდომა უცოდინობის ბრალი არ არის. რაღაც მექანიკურად გაგეპარებათ, თუ ეს რამდენიმეს რო ვაკეთებ და მიტომ ვარჩევ ჩვენ რომ არ გეგონოთ რომ უცოდინობის ბრალია ხოლმე შეცდომები. კარგი. მოდი ჩავამატოთ მაშინ ახლა აქ ჩვენ არ დავიზაროთ აი ესე შევცვალოთ ეს ვინქოს ხო A ფესვი B რავდება ფესვი A-ს მინუს ფესვი B-ზე ხო? ანუ აქ ჩავამატებ A ფესვი B. ასე არის. მაშინ უკვე როგორც მევაკეთებდი, ისედაც კარგად გამოვა მეგობრებო, ხო? რომ გაგვა ერთმნიშვნელიანებიან. ერთი წუთი მოდი გავერთმშვილიანოთ რა გამოდის. ესე იგი აქ არის A-ჯერ ფესვი B-ჯერ ფესვი, ანუ A-ჯერ ფესვი AB. მერე A ფესვი B-ჯერ ფესვი B-ს არის მინუს AB. მერე ეს რომ გამრავლდება ამაზე მინუს A-ჯერ შეუღლებულების ნავრალი, ხო? ანუ აქ იქნება ფესვი AB, მეოთხე ხარისხის ფესვი AB-ს კვადრატი და პლუს მინუს ფესვი B-ს კვადრატი, ანუ B. ნუ, ქვემოთ ეს რჩება და მრიცხველში გამოდის, რომ გაიხსნება რჩხილი ნახეთ, ეს ამას გააბათილებს და მინუს AB რომ არის მინუს A-ჯერ B, ანუ ასე იქნება A ფესვი AB-ს მინუს AB მინუს A-ჯერ ფესვი AB-ს პლუს AB და ყველაფერს აბათილებს. ანუ გამოდის მრიცხველში 0. ანუ მთლიანად წილადიც იქნებოდა 0. კარგი, საკმაოდ დიდი ვიდეო გამოგვივიდა. 20 მაგალითიდან 72-ში გავარჩიეთ ჩვენ 18 და დიდი ენერგიაც წაიღო. მოდი ჯობს ახლა დავწყვიტოთ ვიდეო და შემდეგ ვიდეოში გავაგრძელოთ დანარჩენ საკითხებზე საუბარი. აბა დროებით.